საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 ნოემბერს ღვთისმშობლის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძარში დაბრძანებული ხატი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა მოილოცეს. ტაძრის ღვთისმსახურებმა კი სამედრებელი პარაკლისი გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ ღვთისმშობლის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ხატი 2013 წელს საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობლის ლოცვა კურთხევით აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად და აფხაზთა და ქართველთა შერიგების, მათი ძმობისა და ერთიანობის სიმბოლოდ დაიწერა. 2013 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელობით დაიწერა ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ღვთისმშობლის ხატი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს კონფლიქტი ქართულ-აფხაზური ამ მდგომარეობისა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ამ ხატმა დაივანოს იქ, სადაც უნდა იყოს მისი ადგილი, ანუ აფხაზეთის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, თბილისში ასევე მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით შენდება ილორის წმინდა გიორგის ტაძარი, სადაც დროებით სავანე შეიძლება იქნას მიჩენილი ამ ხატისათვის. ამ ხატმა მოიარა აქტიურად ყველა ეკლესია საქართველოში, განსაკუთრებულად იმ რაიონებში, სადაც დევნილები არიან გათავსებული უფრო მეტად. და რამოდენიმე თვის უკან ამ ხატმა თავისი სავანე ადგილსაყოფელი ჰპოვა აქ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და ამ ხატის დღესასწაულია დღეს. ეს არის აფხაზეთის მთავრობის მიერ შეწირული ხატი, რომელიც დაიწერა პატრიარქის კურთხევით 2013 წელს ქართველთა და აფხაზთა მშვიდობის, ერთობის, ერთსულოვნების აღდგენის, ძმათა მკვლელ ომში ჩადენილი ცოდვების მიტევების და საერთოდ საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ, ამის მეოხად, როგორც დედა ღვთისმშობელი არის ჩვენი ყოველი, ესე იგი განსაცდელის დროს ჩვენი მეოხი უფლის წინაშე, ამის სიმბოლოდ არის დაწერილი ეს ხატი.